1929 წელი. ომი ყველაფერს ანგრევს. წიგნი, რომელიც მე დავასრულე, არის კრისტინ ჰანას ბულბული. ბულბული ქვია გოგოს, რა თქმა უნდა, ომში საჭირო იყო შენიღბვა სახელის. მას ერქვა ბულბული და ეძებდა ყველა, იმიტომ რომ მას გადაყავდა ჩამოგდებული ფრინავები საზღვარზე. 117 ფრინავი გადაიყვანა მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ მათ გაეგრძელებინათ გერმანელების დაბომბვა და ომი მალე დასრულებულიყო. იზაბელი, იგივე ბულბული, ის თავისი ხასიათით იყო მამამისთან ერთად, ოღონდ ეს გვიან გაიგო, დაჯგუფება, შეთქმულებას აწყობდნენ მტრის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა ომის პერიოდში გამართლებულია თავიანთი ქვეყნის დასაცავად. ერთხელაც ჩავარდა იზაბელი ტყვედ და გამოიარა განუკითხაობა. გააშიშვლეს ცემეს, მუცელში ურტყავდნენ, ყველაფერი წამებას რაც ეხება, ყველაფერი გამოატარეს, მაგრამ ის მაინც არ გატყდა. გამოსავალი მამა მიპოვა, მამას არ ჰქონდა შვილებთან კარგი ურთიერთობა. დედის გარდაცვალების შემდეგ დედამისი გარდაიცვალა ტიფით და ასევე იზაბელსაც ეს შეეყარა ტყვეობის პერიოდში. ვიანა იყო მისი და რომლის ქმარიც ტყვედ ჩავარდა. ვიანას ოჯახში გერმანელი ოფიცერი შევიდა. ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო იმ პერიოდში. პირველი ოფიცერი, რომელიც შევიდა, იყო კარგი ადამიანი, ძალიან პატივს სცემდა ვიანას, თუმცა როდესაც იზაბელი იმალებოდა სარდაფში და მალავდა მფრინავს, რომელიც გარდაცვლილი იყო, უკვე დაჭრელი იყო და მალავდნენ და ამ პერიოდში გარდაიცვალა, ეს ოფიცერი მიხვდა მიაგნო იზაბელს და მფრინავს, გადაწია თავსახური რომ აეხადა სარდაფისთვის და იზაბელმა ქვემოდან ისროლა. იზაბელის სროლა და ვიანას ლაფატკის აღება და დარტყმა ერთი იყო. ვიანა თვლიდა რომ მან მოკლა, იზაბელი თვლიდა რომ მან მოკლა. მოკლეს ეს ოფიცერი, შემდეგ დამხმარე ძალა მოვიდა და ოფიცერიც და ფრინავიც გადაიყვანეს, დაკრძალეს. რაღაცა პერიოდის მერე სხვა ოფიცერი შეუსახლდა ვიანას. ვიანა და მისი გოგონა ცხოვრობდნენ ერთად და გერმანელ ოფიცერს ჰქონდა უფლება იმ პერიოდში, რომ შესულიყო ის აუპატიურებდა, ძალადობდა და დაორსულდა. ვიანა, რა თქმა უნდა, ერთისთვის ორსული იყო, როდესაც ომი იმ დღეს დამთავრდა, როცა მისი ქმარი ტყვეობიდან დაბრუნდა და წიგნი სრულდება მიპატიჟებით პარიზში, მადლობის წერილით გაწეული სამსახურისთვის. ვიანამ 19 ებრაელი ბავშვი გადაარჩინა. იმ პერიოდში ებრაელების გენოციდი იყო მოგეხსენებათ და წიგნი, რომელმაც ძალიან მატირა, ბოლო ორი თავი იყო დამანგრეველი. აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი, დანარჩენს აღარ გავაგრძელებ და აღარ იქნება საინტერესო, რომ ყველაფერი მოგიყვეთ, მონახაზი მოგიყევით. ის დაძაბული მომენტები და გადარჩენისთვის ბრძოლა, რაც ამ ხალხმა გამოიარა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბულბული, ანუ იზაბელი.